Აქტუალური თემა, აქტუალური სტუმარი, მოვლენები, ფაქტები, შეფასება, ანალიზი, რეზიუმე მერაბ მეტრაველთან ერთად. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრაველი. დღეს ჩვენ გადაცემაში ორ სხვადასხვა თემაზე ვისაუბრებთ. პირველ ნაწილში შევეცდებით განვიხილოთ სუსის უფროსის ანგარიში და შევეხოთ იმ თემებს, რომლებიც იწვევს ახსს და სხვადასხვაობას. გადაცემის მეორე ნაწილში კი ვისაუბრებთ საგზაო მოძრაობის შესახებ ახალ კანონზე. დღეს პარლამენტმა როგორც იქნა საბოლოოდ დაამტკიცა ეს კანონპროექტი და კიდევ ერთხელ გავივლით ამ თემებს რა იცვლება და რამდენად კარგი ცვლილებები მივიღეთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ამირან სალუქვაძე, სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი და რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს, ჩვენი სტუმარი იქნება უსაფრთხო გზებისთვის ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი. მივესალმები პირველ სტუმარს ამირან სალუქვაძეს, გამარჯობა ბატონო ამირან. გამარჯობა, მოგესალმებით. რამდენი ინფორმაციას გავაცნობ, ვიდრე საუბარს დავიწყებ ჩვენს მსმენელებს სუსის ანგარიშში, რა იყო მთავარი, რაზე ისაუბრა ბატონმა გომელაურმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმეების ფარგლებში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 17 საქმეზე, თქვა მან. პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი. ანგარიშის თანახმად 2016 წლის 20 აგვისტოს ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისთვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ტარების ფაქტზე საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს. უცხო ქვეყნის სადაზვერო სამსახურები ლეგალური და არალეგალური პოზიციებიდან მუდმივად ცდილობენ შეაღწიონ ხელისუფლების ორგანოებსა და ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებში, ამბობს ბატონი გომელაური. მოიპოვონ წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებაზე, გადაიბირონ და ჩანერგონ კონკრეტული პირები, მოიპოვონ ინფორმაცია საქართველოს პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში მიმდინარე პროცესების შესახებ. მათ ძირითადად მისწრაფებას ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს. ამის გასანეიტრალებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნების სადაზვერო სამსახურების საქმიანობის გეგმების, მათ მიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების მოქმედებების, ფორმებისა და მეთოდების, დაინტერესების ობიექტებისა და კავშირების შესწავლას, ასევე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენას და აღკვეთასო წერია ანგარიში. ეს რაც ოფიციალურად ითქვა, შემდეგ როგორც იცით, დაიხურა კითხვა-პასუხის ნაწილი, იქ რა კითხეს დეპუტატებმა და რა არ ვიცით, მაგრამ ამ დახურვის თემამ გამოიწვია ყველაზე დიდი მებათაღელვა. მოდით ამ თემით დავიწყოთ, თქვენ როგორ ფიქრობთ, ამდენად დახურული იყო მართლაც ეს ანგარიში, იმიტომ დეპუტატები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რაღაც საკითხები შეიძლება იყოს საიდუმლო, მათი კითხვები არ არის საიდუმლო და მათ მოსახლეობას უნდა მოესმინა მათი კითხვები. მოდით ასე მიუდგეთ საკითხს. შეიძლება მომხდარიყო პირიქით, რომ არ დაეხურა წვდომა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ყოფილიყო ღია დებატების მომხრე. მაშინ შეიძლება გვეფიქრა, რომ სამსახურის უფროსმა თავი არიდა მწვავე კითხვებს, რომლებიც შეიძლება დასმულიყო დახურული იქნებოდა სუსის უფროსი გამოიყენებდა თავის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, როცა ღია არის, ყოველთვის შეგიძლია გამოიყენოთ ის მორიგე ფრაზა, რომ ეს თემები დახურულია და ღიად ვერ ვისაუბრებ. დახურული ნიშნავს იმას, რომ ის დეპუტატები, რომლებიც სხდომის დარბაზში ისხდნენ და რომლებსაც ყველას აბსოლუტურად გააჩნიათ დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებებთან, თუმცა ეს ცალკე ასახსნელი თემა არის მაგას ხსნის ზუსტად, რომ საიდუმლოებასთან დაშვება ზოგადად არ ნიშნავს, რომ შენ გაქვს უფლება ყველანაირ ინფორმაციასთან კონდეს დაშვება. ამისათვის არის შექმნილი ნდობის ჯგუფი. ხო, მაგრამ თუ სტომა იქნებოდა დახურული, რა თქმა უნდა, სამსახურის უფროსი ყველაფერზე მაინც ვერ ისაუბრებდა, მაგრამ უფრო მეტად გახსნილი იქნებოდა გარკვეულ თემებზე, რა საკითხების დაინტერესებდა დეპუტატებს და დეპუტატები ვალდებულები არიან და იქნებოდნენ, რომ დახურვის შემთხვევაში, რომ ეს ინფორმაცია, რაც მოისმინეს
ასე ვთქვათ, შეენახა და არ გამოეტანა დარბაზის. საერთოდ თქვა რომან გოცირდე, მან თქვა მართლა გომელაურსო თქვენ თუ გონიათ ახლა აქ დარბაზში და არც ხედავ ადამიანები ვინც ამ ინფორმაციას რუსეთს ჩააბარებენ ძალიან ცდებითო და ახლობით ასეთი ფრაზა გამოიყენა. მან მინდა გადავიდეთ ეფექტურობაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ? გომელაური ამბობს, რომ მათ ჩამოთვალა ბევრი მიმართულებით ჩვენი უსაფრთხოება მუშაობს ეფექტურად. თქვენ ეთანხმებით ამ განცხადებას ისინი ეფექტურად მუშაობენ? სპეცსამსახურების საქმიანობა განისაზღვრება შედეგებით, ხო? თუ ჩვენ და ეს იყო ერთწლიანი მუშაობის ანგარიში. ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ისეთ შემთხვევებს, რაც არის ტერორისტული აქტები, ან ეს ჩამონათვალი, რაც თქვენ ფაქტიურად მოკლედ ამომწურავად გააცანით თქვენს მსმენელს, თითქმის ყველაფერია მოცული, ყველა მიმართულება. აი ამ მიმართულებებით რაიმე სერიოზული შემთხვევა საქართველოში არ მომხდარა. პრინციპში ძირითადად რაც აინტერესებს მოსახლეობას, ახლა ჩვენ იქ კონდაზვერვი და სხვა საქმიანობებში რო არ შევიჭრეთ, ეს არის უსაფრთხოება. რამდენად უსაფრთხოდ ხო მართლწესებზე არ არის აქ საქმე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხება, ხო, მაგრამ მეორეა აგენტურული ქსელის გამოვლენას ამდენად კარგად ახერხებენ. ესეც საინტერესოა, ანუ ჩვენთან სულ არის, ხო, რაც საბჭოებში დაიშალა, ყველა სუგის აგენტებს ეძახიან პოლიტიკურ ოპონენტებს, ჯერ კიდევ ზუსტად გამსახურდიდან მოყოლებულა, დღესაც აი ხო ხედავთ გრძელდება, რომ გოცვის ამბობს, რომ პარლამენტშიც ხედავ ესეთ ხალხი. ეხლაც იყო მე ბრალდებები, კვიციანი ბოკერი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ამ თემაზე. აი ეს მაინტერესებს თქვენ გიმუშავიათ ამ სფეროში, მართლაც რამდენად მოცულია ქვეყანა ასე ჩაშუშებით და რამდენად ეფექტურად მუშაობს ამ მიმართულებით. კონტრდაზვერვი. რამდენად მოცულია, ახლა მაგ თემაზე ვერ ვისაუბრებთ. იმას გეტყვით, რომ სიმშვიდის ფუფუნება საქართველოს არ აქვს და სწორად იყო მან ხაზგასმული, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები მოქმედებენ როგორც ლეგალური პოზიციებიდან აქ იგულისხმება დიპლომატიური შეფარვის ქვეშ და არალეგალური, ანუ შემოღწევა საერთაშორისო ნორმების და შეთანხმებების კონვენციების დარღვევით, ხო? ახლა მეტნაკლებად ყველა მიცის, რომ გარკვეული თანამდებობები საელჩოებში არის, ხო, საელჩო არა გვაქვს. ხო, რუსეთის საელჩო არა გვაქვს, მაგრამ რუსეთის საელჩო მოქმედებს შვეიცარიის საელჩოს შეფარვით, ასე ვთქვათ, პირდაპირ დავარქვათ სახელი. ხო, საკონსულო არის, საკონსულოშიც რა თქმა უნდა იქნებიან თანამშრომლები, რომლებიც სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან და რა თქმა უნდა რუსეთს იმის გამო რომ არ არის დიპლომატიური ურთიერთობა და სრულყოფილი საელჩო არ გააჩნიათ, უკვე უწევთ არალეგალური პოზიციებიდან და ახლა აქტიურები რო იქნებიან, მე მგონი ამაზე ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს. ხელისუფლებაში, პარლამენტში, მაღალ ეშელონებში შეიძლება იყოს ადამიანები, რომლებიც რუსეთის სამსახურთან თანამშრომლობენ. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც არამხოლოდ რუსეთის, არამედ მნიშვნელობა არ აქვს ეს რუსეთის იქნება თუ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელი. ანუ რუსეთზე მახვილდება ყველა, იმიტომ რომ ამასთან გვაქვს ჩვენ ახლა ფაქტობრივად საომარი ვითარდება. და ცუდია რომ რუსეთზე მახვილდება, რადგან ჩვენ მივეჩვიეთ რომ რატომღაც აი ესე პირდაპირ სწორხაზოვნად მოქმედებენ სპეცსამსახურები, განსაკუთრებით ისეთი გახვეწილი სპეცსამსახურები, როგორც არის ფსბ, გერეუ და ასე შემდეგ. რატომ გონია რომ მაინდამაინც რუსეთის საელჩო შეფარვის ქვეშ იმოქმედებენ და არ იმოქმედებენ სხვა საელჩოს გამოყენებით. მე არ გულისხმობ აქ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ხო? უამრავი საელჩოა საქართველოში და ეს ჩვეულებრივი ხერხი არის სპეცსამსახურების სხვა ჩვენ გონია რომ მაინდამაინც რუსეთში შეიძლება ადამიანი ასე ვთქვათ გადაიბირონ და არ შეიძლება ეს გადაბირება რუსებმა მოახერხონ მაგალითად აფრიკის რომელიმე ქვეყანაში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში. ამიტომ სწორხაზოვნად უდგებით. ახლა რაც ეხება იმას რომ სახელმწიფო სტრუქტურებში არსებობენ თუ არა, თავრობაში მე დიდი ალბათობით შემიძლია ვთქვა რომ ეს გამორიცხულია. ყოველ შემთხვევაში მე გულისხმობ მაღალ ეშელონებს და ახლა ქვედა ეშელონებში ამას ვერ გამორიცხავ, ზუსტად არის, მაგიტომ არის სხვადასხვა სტრუქტურები კონკრეტულად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მე არ მინდა სხვათა შორის ეს სუსია და აბრევიატურები თავსაუბრობ, არის სპეცსამსახურები საქართველოს და აზორის სამსახური საქართველოს. მაგრამ აი ჩვენ გახსოვთ ომის მერე რა ნადირობა წავიდა თქვა, ხო, ბევრი ადამიანი დაიჭირეს და მერე ახალმა ხელისუფლებამ ისინი ზოგი პოლიტპატიმრად გამოაცხადა და აი ასეთი რაღაცები თქვენ როგორ ფიქრობთ? სუსი იგივე უსაფრთხოების თემები გამოიყენება ჩვენთან კვლავ პოლიტიკური ნიშნით? ეს თემა კვლავ დღის წესრიგშია თქვენი აზრით? თუ მაშინაც არ გამოიყენებოდა და დღესაც არ გამოიყენება? ნუ მაშინ გამოიყენებოდა თუ არა, ეს ამაზე უნდა ვიმსჯელოთ კონკრეტული სისამართლის საქმეებით. ანუ თუ მოხდა იმ პირების გამართლება, ჩვენ უნდა ვენდოთ ჩვენ სასამართლო სისტემას და სპეცსამსახურებს თუ ეს ასე მოხდა, თუ არ ეთანხმება შლინიკოვის საქმე, სხვები იქ მფრინავების ბათუმში როცა დაიჭირეს ადამიანები, გვახსოვს ვახტანგ მაისაიას საქმე და ასე შემდეგ ბევრი საქმე. ხო, ნუ ამ საქმეებში ჩახედვის გარეშე შეუძლებელია ამაზე საუბარი, მაგრამ რაზეც მეკითხებით, რომ აი პირები, რომლებიც გამართდა ამ ხელისუფლების პირობებში, თუ იმი არ ეთანხმება, ყველას აქვს იმის საშუალება, რომ გააპროტესტონ ეს და კონკრეტული ბრალდებები ამოწიონ ხელახლა და დაამტკიცონ, რომ ეს იყო თუ არა ასე. ანუ თუ გამართლება მოხდა ამ პირების, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ თავის დროზე პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენა სპეცსამსახურები და თავი უნდა იმართლონ ამისაგან და ვინც იყო ესე გამოიყურება საქმე, ანუ ამ ეტაპზე ვართ, რომ ამ ადამიანებს თითქმის ზოგი შეიწყალეს, ხო, ახლა ისე ემძვის გამართლებისთვის. ანუ საუბარია რაზე, რომ ფაქტობრივად ახლა ხელისუფლება აღიარა, რომ წინ ხელისუფლება მას იყენებდა პოლიტიკური მიზნებით. დღეს რა ვითარება გვაქვს თქვენ? დღეს მე მგონი ჩვენ ასეთი ფაქტი, რომ ვინმეს ბრალდება წაუყენეს დაუმსახურებლად, მე მგონი არ შეგვიძლია პოლიტიკური მიზნებისთვის ამდენად გამოიყენება სუსი თქვენი აზრით. ამ კონტექსტში შემოდის იგივე მოსვენების თემა, თუმცა მოსვენებზე მოდი ცალკე ვისაუბროთ. აი მაგალითად თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ამ საუბრებს თუ აგენტებზე ხო არ დაუსვამდა წერტილს იგივე ლუსტრაციის კანონი, რამდენად იქნებოდა ეს თქვათ ეფექტური დღეს? ბატონო, შეიძლება ლუსტრაციის თემაზე ვისაუბროთ, უბრალოდ ჩვენ როგორც წესი თავის დროზე არაფერს არ ვაკეთებთ და დღესაც ვერ ვახერხებთ იმას, რომ პოლიტიკური სპექტრი, ბევრჯერ მithქვამს ამაზე, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ და შიდა პოლიტიკური ბრძოლისთვის არ გამოიყენონ ისეთი საკითხები, როგორიცაა საგარეო ვექტორი და ზოგადად გარე საფრთხეები და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. და ამაზე ყველა ნებისმიერმა პარტიამ, პოლიტიკოსმა, რომელიც ესე იგი სხია სივრცეში გამოდის და პოლიტიკურ საქმიანობაში ერთვება, ყველა მუშაობდეს სახელმწიფო ინტერესს, მოქმედებდეს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ლუსტრაციას რაც ეხება, კი ერთის მხრივ შეიძლება გამოვავლინოთ ის პირები, რომლებიც ოდესღაც ჩართულები იყვნენ სახელმწიფო სხვადასხვა საქმიანობაში და დღეს ისეთ ასაკში არიან, რომ არაფერთან შეხება არ აქვს და ეს ხალხი გამოვალინოთ. შეიძლება გამოვალინოთ მცირედი ნაწილი შემორჩენილები, მაგრამ ძალიან მცირედი ნაწილი იქნება და შეიძლება ვერც ვერავინ ვერ ვიპოვოთ. ანუ აზრი არ აქვს. ხო, მაგრამ ხო, ანუ ახლა ის ინფორმით როგორც ვუდგები ჩვენ, რავი, ვინც იყო გეწოდებული კაკების აგენტები და ასე შემდეგ იქიდან მოყოლილი, შეიძლება დიდი ვერანაირი შედეგი ვერ მივიღოთ, მაგრამ ამ დროს გამოგვებაროს ის ხალხი, რომლებიც დღეს შეიძლება არიან გადაბირებულები და ამას ლუსტრაციის კანონით ახლა თუ გუშინ წინ რომელიღაცა ქვეყნის სპეცსამსახურმა ჩვენი რომელიმე ჩინოვნიკი ან მოქალაქე გადმოიბირა, შენ ამ ლუსტრაციის კანონით ვერანაირად ვერ დაარეგულირებ. მე ამით არ ვამბობ, რომ ეს არ არის, მე არა ვარ მომხრე ლუსტრაციის, მე ვამბობ, რომ სპეცსამსახურები უნდა გავაძლიეროთ ჩვენ და კონდაზვერვითი საქმიანობა იმ კუთხით, რომ დღეიდან აღარ მოხდეს ასეთი რამ და ფხიზლად ვიყვეთ, ამას გულისხმობთ, თორე ლუსტრაციის კანონი დღეს უფრო რაღაც პოპულისტურად და ზედმეტი ქულების დაწერად. მოდით მაშინ გადავიდეთ მოსვენების თემაზე. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამ შეფასებას, რომ დღესაც სუსი სწორედ პოლიტიკური ნიშნით იყენებს, ამ მთავარი პრობლემა აქ რა არის? არავინ არ ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურებმა არ მოусმინონ ადამიანებს, უბრალოდ საუბარია რომ ბათუმმა მოусმინონ კანონიერად და ეს არ უნდა გამოიყენონ პოლიტიკური ოპონენტების სათვალთვალოდ. მათი გეგმების გასაგებად და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მოდი ჩვენ
ასეთნაირად მივუდგეთ საკითხს. მე რა თქმა უნდა თემაზე მაქვს ამდენიმე პუბლიკაცია დაწერილი, გამოქვეყნებული ღიად და მაქვს ჩემი ვარიანტი თუ როგორ ჯობია რომ მოწყვეს ეგ საკითხი. ახლა საუბარია რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ უნდა მოусმინოს და შეიქმნას ცალკე სტრუქტურა. მაშინ რატომ უნდა შეიქმნას ცალკე სტრუქტურა, როცა ეს მას ფუნქციებში უწერია. მე ავხსნით ჩემს პოზიციას. რატომ საუბრობენ რომ არ უნდა მოусმინოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა? ანუ საუბარია იმაზე რომ ერთ სტრუქტურაში რომელიც აწარმოებს დაკავებულია საგამოძიებო ფუნქციებით, მასვე არ ქონდეს მოსმენების ფუნქცია. აი ამაზეა საუბარი. ეხლა ავხსნათ რატომ არ უნდა ქონდეს მას მოსმენების ფუნქცია. იმის გამო არა რომ ის პოლიტიკურ ინსტრუმენტად შეიძლება ის სააგენტოც გამოვიყენოთ, რომელსაც გვთავაზობენ რომ ცალკე თუ პოლიტიკური ნება იქნება ხელისუფლების რომ ნებისმიერი სტრუქტურა გამოვიყენოთ პოლიტიკურ ინსტრუმენტად, იმას გამოიყენებს ხელისუფლება. აქ თავარი ის არის რომ ისეთი კანონმდებლობა, ისეთი მოდელი შეიქმნას, რომ ეს შეუძლებელი გახდეს. კანონმდებლობაში გულისხმობ მათ შორის კანონების გამკაცრებას და ამაზე ბევრჯერ დავწერე და რატომღაც არც ერთი ჩემი კოლეგა ამაში მხარს არ მიჭერს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვითონ არ გამოვა თავის საწინააღმდეგოდ ინიციატივით რომ გამკაცრებაში რა იგულისხმება? ის რომ უკანონო დაკვეთა, უკანონო მოსმენა და უკანონო გავრცელება ამაზე გამკაცრდეს ისჯება, მაგრამ გამკაცრდეს ისეთნაირად რომ ადამიანმა რომელიც თანამდებობაზე არის არჩევანის წინაშე დადგეს და გადაწყვიტოს თვითონ რა ურჩევნია შეასრულოს პოლიტიკური ბრძანება თუ წავიდეს თანამდებობიდან, როცა მასაც ოდინება რომ თუ ეს შემდგომში გამოკვლეული იქნა და მას არ უნდა ქონდეს ვადა, გამიგეთ, აი ამ ხანდაზმულობის ვადა არ უნდა ქონდეს და უნდა იყოს უმკაცრესი პასუხი უნდა იყოს დღეს რამდენი გაუტოლდეს უნდა მკვლელობის თელობას მაინც. დღეს რამდენია საჭირო? არ ვიცი, ჩემი აზრით რამდენიმე წელზეა საუბარი, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ არ არის ეს სიმკაცრე. ეხლა რატომ საუბრობენ იმაზე, რომ არ უნდა იყოს ერთ სტრუქტურაში, რომელიც აწარმოებს საგამოძიებო საქმიანობას და მოსმენები. ანუ აქ რასთან გვაქვს საქმე? სტრუქტურა, რომელსაც აქვს აქ მოსმენებზე არ არის საუბარი, მხოლოდ ეს არის ოპერატიული ტექნიკური ღონისძიებები და ეს არის მთელი კომპლექსი ღონისძიებების, რომლის ნაწილიც არის მხოლოდ სატელეფონო ან სხვა მოსმენები, ხო? ის მიდის იული გზით. ანუ გამოძიება ითვალისწინებს უამრავ ოპერატიულ ღონისძიებებს, ხო? სამძებრო საქმიანობა, ანალიზი და ასე შემდეგ, ხო? აქ მიდის იული გზით, ჩართო მოსმენაზე და ელოდება გამოიჭიროს ისეთი ინფორმაცია, რომელი ინფორმაციითაც მარტივად მიაღწევს თავის საწადს და ბრწყალებში ვიხმარ სიტყვას ზარმაცდება საგამოძიებო სტრუქტურა. აი ეს არის სოფლიო გამოცდილება, რის გამოც ამბობენ, რომ ჯობია ერთ ხელში არ იყვეს, რადგან მარტო აქეთ ტექნიკურ ღონისძიებებზე არ გადაერჩა. მარტო ზარმაცებაზე არ არის, როცა ერთ ხელში არის, მას შეუძლია უკონტროლოთ ისე რომ სასამართლოს კონტროლის გარეშეც უკანონოდ მოусმინოს ვიღაცას. აქ საუბარი უყურებთ ახლა იქ როცა გასაღებებზე საუბრობენ, ანუ როგორ უნდა ჩაირთოს აბონენტი მოსმენაზე, ეს ხო პროცედურებია. ხო, გასაგებია გვერდისავლა შეუძლიათ ამაზე საუბრობთ. გვერდისავლა შეუძლია იმ სააგენტოსაც, რომელსაც ჩვენ შევქმნით ცალკე თუ იმ მოდელზე წავალთ. კი, მაგრამ ეს სხვადასხვა სტრუქტურაა, მაინც ახლა ეს არ არის ერთი უფროსი, რომელიც გასცემს ბრძანებას, მე უნდა წახვიდე, სხვა სამსახურს უნდა ელაპარაკო და ის შეიძლება ასე მარტივად არ დაგთანხმდეს უკანონობაზე, ამაზეა საუბარი დღეს. რატომ ის ცალკე სააგენტო არ დათანხმდება? მაშინ უფრო ძლიერად დათანხმდეს შეიძლება რა. იმიტომ რომ ის ცალკე აგებს პასუხს, მე ცალკე უფროსი ყავს, გამოძიება ცალკე უფროსი ყავს. იქ ერთმა გამოძიებელმა უფროსმა რო გადაწყვიტა, ყველაფერი მის ხელშია, უცებ მიიღეს გადაწყვეტილება და აქ რო პასუხი დაუთანხმო, თხოვო რომ იმანას დაარღვიოს კანონი შენთან ერთად. შესაბამისად, უფრო თუ პოლიტიკური ნება იქნება ქვეყანაში და კიდევ ამბობ, თუ არ იქნება პროცედურები ნორმალურად გაწერილი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი სტრუქტურა იქნება. თქვენ გახსოვთ კარგად, რომ თავის დროზე უშიშროების სამინისტრო და შსს გააერთიანეს. ხო? იყო ესეთი პოლიტიკური ნება,
და მივიღეთ მონსტრი. კი ბატონო. ხო? რა მნიშვნელობა აქვს? იმ სააგენტოსაც, აი მე ჩემს პუბლიკაციებში დავწერე, იმ სააგენტოს ყველა თანამშრომელს უნდა კონდეს დაშვება საიდუმლო ინფორმაციასთან და კანონმდებლობით დაშვებას აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანუ სამსახურს მაინც რჩება ბერკეტი კონკრეტულ სააგენტოზე. კი ბატონო, მაგრამ რადგან ასეთი იყო მოთხოვნა საზოგადოებისგან, ჩვენ გვჭირდება ჩვენი უსაფრთხოების სამსახურებისადმი დობის აღდგენა, რომელიც შეილახა. დათანხმებულიყო ამაზე, რატო გახდა ეს ასეთი მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის თემა? ხელისუფლების მხრიდან. თქვენ ზუსტად დაიწყეთ საუბარი ლეგალურ და არალეგალურ საქმიანობაზე და ყველაფერს ეთერით ვერ ისაუბრებ და მინდა მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს ძალიან აფერხებს გარკვეულ მე არ ვსაუბრობ აქ ახლა მოდი დავანებოთ თავი პოლიტიკური ნიშნით გამოყენებაზე სპეცსამსახურების და პოლიტიკურ დაკვეთებზე ამ კუთხით ვისაუბროთ შესავალში, რაზეც თქვენ გქონდათ საუბარი იმ გარემოცვაზე და იმ ვითარებაზე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. მე მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს საკმაოდ შეაფერხებს სპეცსამსახურის საქმიანობას. ჩვენ სხვა გზით უნდა წავიდეთ. მე რატომ გავუსვი ხაზი იმას, რომ ერთ სტრუქტურაში არ იყოს ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები და საგამოძიებო ფუნქციები. ეს კონსტიტუციურ სასამართლო. უნდა წავიდეთ იმ გზით, რომ საგამოძიებო ფუნქციები გამოვყოთ სპეციალურ სამსახურებს ყველას და მათ შორის თავდაცვის სამინისტროს. თქვენ ალბათ პირიქით გავაკეთოთ. პირიქით გავაკეთოთ. მოსმენები დაუტოვოთ სულს და გამოძიება გამოვყოთ. არა თო მოსმენები, არამედ მთლიანად ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები და ეს სააგენტო, რომელიც შეიქმნა მთლიანად ეს ყველაფერი, ანუ ეს მისი ფუნქცია. ანუ იმის გამო მაგალითად რომ პატრული, ადრე მილიცია ფულს იღებდა, მილიცია ხო არ გავაუქმეთ, მისი რეფორმირება მოხდა. პატრული დღეს რომ ხო პატრული შევქმნით. ეხლა პატრულს რომ რაიმე დარღვევები გქონდეს, ჩვენ პატრულის ნაცვლად ახალი რაღაც სტრუქტურა ხო არ უნდა შევქმნათ, ანუ ის უნდა გავაუმჯობესოთ. თუ რაზეც თქვენ საუბრობდით, ანუ ნდობა არის დაკარგული, სახელების შეცვლა ხო არ ცვლის არაფერს და არც სტრუქტურების შეცვლა არ ცვლის არაფერს. დობის აღდგენაზე მეტად ჯობია პროცედურები, კანონმდებლობა და ამის დახვეწაზე ვიმუშაოთ, ვიდრე სახელების გარდაქმნაზე და ახალი სტრუქტურების შექმნაზე. ეს პროცესი იყო. პოლიტიკური ნების შემთხვევაში გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ იმ სააგენტოს გამოყენება შეიძლება. გეთანხმებით, ამაში მეც გეთანხმებით. გავაწლები, მივიღებდით ჩვენ ახლა ამ კანონს, შევასუსტებდით ამით უსაფრთხოების სამსახურს, წავიდოდით, ესე იგი ამ დათმობაზე, შევქმნით ახალ სააგენტოს, გავიდოდა 2 წელი და უკვე აბრევიატურა სულს კი არ ვიხმარდით, რაღაცა სხვას რაც დაერქმეოდა, ის აბრევიატურა გახდა. იგივე მოხდება თუ ნება იქნება ამისი და თავარია რომ ნება არ იყოს და ჩვენ ამას უნდა ვებრძოლოთ. ასაგებია, მაგრამ ეს დაცვის მექანიზმებიც ხო იმიტომ მოიფიქრა კაცობრიობამ, რომ კანონში ჩაიდოს ეს სხვა დაცვის მექანიზმი, გასაღებების რაოდენობა, სასამართლოს მიმართვა და მოვამზადოთ შემდეგ რომ ვიღაცის ნებაზე არ იყოს ეს დამოკიდებული. აი თავდაცვის სამინისტროებია ისეთ დაცვის მექანიზმები შექმნა, რომ ვიღაცის ნებაზე არ იყოს დამოკიდებული. რა თქმა უნდა, და თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა საქართველოში არ არის ისეთი აპარატურა, რომლებითაც შეიძლება რომ მოისმინოთ, ეს ხო პორტატული აპარატურა არის და ვისაც სათანადო რესურსები ჯეოსელის მაგთის თანხმობა მჭირდება აუცილებლად იქ უნდა ჩამოვიდეთ. მაგთის და ჯეოსელის თანხმობის გარეშეც მოისმენ ჩვეულებრივად და ქსელსაც გააკონტროლებ. აქ საუბარი იმაზე არის, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა იმოქმედონ კანონიერად. ახლა თუ იმას არალეგალურად აქვს, ეს სხვა თემა არის. მე მიტომ ვამბობ და მინდა კიდე შეიძლება დრო არ გვეყოს და ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ მოვამზადოთ უნდა გრძელვადიანი რეფორმის პროექტი და ზედმეტი ფუნქციები, ანუ შეიქმნას ერთი საგამოძიებო ბიურო ცენტრალური, რომელშიც გაერთიანდება ყველა ფინანსური დარღვევები და ასე შემდეგ. FBI-ის დაახლოებით ასეთი, რომელსაც არ ექნება ეს ოპერატიულ-ტექნიკური ფუნქციები და ეს დარჩება იმ სამსახურს, რომელსაც აქვს, იმიტომ რომ ეს მისი ფუნქცია, ჯარის ფუნქცია არის დაცვა. სპეცსამსახურს ხო, აი მოდი ავიღოთ კონდაზვერვის სამსახური. რა ფუნქციებს ასრულებს? აი ეს არის მისი ფუნქციები ჩამონათვალე და ჩვენ ვიღებთ და ამ ფუნქციების ნახევარს ვართმევთ იმის გამო, რომ ოდესღაც ვიღაც იყენებდა ამას პოლიტიკური ნიშნით ამ სამსახურს და წავიდეთ იმ გზით, რომ გავამკაცროთ პასუხისმგებლობა უკანონო პოლიტიკურ დაკვეთაზე.
რატომ არიგებს ამაზე ჩემი კოლეგები მესამე სექტორი გავამკაცროთ ამაზე მე თანახმავარ ხო ხო და რასაც მე ვამბობ ცალკე საგამოძიებო ბიუროს შექმნას თუ სააგენტოს თუ სამსახურს რასაც დავარქმევთ ეს არ არის მარტივად გასაკეთებელი ამას სჭირდება მრავალწლიანი მომზადება და თუ წავა სახელმწიფო აი ამ მიმართულებით თვითონ საგამოძიებო ფუნქციებით გაცილებით გაუმჯობესდება და ბევრ სამსახურს უწყებას რომელსაც ეს არ ჭირდება აი მე თავდაცვის სამინისტროზე გეტყვით არის ფუნქციები საგამოძიებო რომელიც გამოსაყოფი არის იქედან არ ჭირდება ეს თავდაცვის სამინისტროს ხვდები და ანალოგიურად სხვა უწყებებს შეიქმნება მძლავრი საგამოძიებო სამსახური რომელსაც უკეთესად გააკონტროლებს ერთი სტრუქტურა იქნება სამოქალაქო სექტორი და არც პროკურატურას ექნება გამოძიება, აღარც პოლიციას ექნება გამოძიება. ვისაუბროთ გამოცდით ხო რატომ უნდა კონდეს აი რისთვის სჭირდება. თავდაცვის სამინისტროს გარდა მე არ გულისხმობ აქ შიდა აუდიტს. გენერალური ინსპექცია რაც არის შიდა აუდიტი ეს კი ბატონო იყოს. საინტერესო იდეაა პრინციპში შეიძლება ამაზე შეძლო. ეს ერთში არ გაკეთდება, ხო, მაგრამ შეიძლება მომზადდეს და დაახლოებით 1-3-4 წლის ვადით ეს რეფორმა განხორციელდეს და ის თემა საერთოდ მოიხსნას დღის წესრიგიდან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დარჩეს თავისი ფუნქციები, ეს მისი ფუნქციაა. კი ბატონო, დიდი მადლობა ამირან სამლუქვაძე, ექსპერტი სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში იყო ჩვენი სტუმარი. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ ჩვენ ახალი კანონის შესახებ ვისაუბრებთ საგზაო მოძრაობის წესები მკაცრ